დაიკავეთ. მე ვარ ხათუნა სალუქვაძე, 51 წლის, პროფესიონალი შემზარეული, მზარეულთა მენეჯმენტის აკადემიის დამფუძნებელი. 4 წლიდან მახსოვს, რაც გამეხსნა მეხსიერება, ისეთ ადგილას დავიბადე ძროხბათუმში, სადაც ლაღიძის წყლები იყო და სახაჭაპურეს კარები და ჩვენი ეზოს კარები ერთი იყო და რეალურად სახაჭაპურეში მიწევდა თამაში, სადაც შანსი მქონდა დამენახა, როგორ კეთებოდა ხაჭაპურები და ალბათ ამან იმოქმედა ჩემზე. წლები უყურებდი ამას და ალბათ ეს იყო მთავარი, არ ვიცი, ოჯახიდანაც გამომდინარე ვიტყვი, იმიტომ რომ მამა ჩემის რაღაც კულტი იყო ჭამა, როგორც ყველა ქართულ ოჯახში და შემდეგ უკვე რო გავიზარდე მე-6 მე-7 კლასში რაღაცა დიდ რაღაცებს მოვკიდე ხელი. იმ პერიოდში რეალურად არ იყო ამ დონეზე განვითარებული ეს სფერო, ეხლა 10 წელია რაც განვითარდა და უფრო მეტიც, ცოტა მეტი. და არ იყო ის პლატფორმა, რომ მე რაღაცები მესწავლა პროფესიონალურ დონეზე. მახსოვს ბათუმში, როდესაც მე დავიწყე პროფესიონალურ დონეზე ამის შესწავლა, არ არსებობდა არაფერი მსგავსი. ინტერნეტშიც ვერ მოიძიებდი ინფორმაციებს სათანადოდ და ნუ მოკლედ ერთ სიტყვით, ბევრი რო არ ვილაპარაკო, ძალიან ეკლიანი გზა გამოვიარე. მამიდრის სალათი 3, სალათი ფრისური 2, ნესა დაიწყე, გადაიწყე ცეზარი 3, ოჯახური ხოსხოსი, მანერა დაიწყე 3. ეხლა რო ვიღაცამ შემეკითხოს, რომ თავიდან რო გამოიარო ეს გზა დაიწყებ, რომ აქამდე მოხვიდე, ალბათ არა, იმიტომ რომ ეს ნაიარები დღესაც თან დამყვება. თუმცა ეხლა უკვე იმას აქში ვარ, რომ ბევრად ადვილად ვაფასებ პრობლემებს და უფრო გათვითცნობიერებული მაქვს რა არის რეალურად არსი ამ ყველაფრის თავი და ბოლო. საფუძველი არის სიყვარულის, იმიტომ რომ თუ ეს პროფესია არ გიყვარს, გამორიცხულია, რომ ამ დონეზე მიხვიდე, სამზარეულოს გარეშე ერთი წუთითაც არ შემიძლია. ნუ რა თქმა უნდა, ოჯახმა ძალიან ხელი შემიწყო, ჩემმა შვილებმა პირველ რიგში, ჩემმა დედამ და ყველაფრის დამსახურება მაინც იმათი მხრიდან მოდის, რომ მე ამ დონეზე მოვედი, იმიტომ რომ ამას სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა, დიდი დრო, დიდი რესურსი. ფაქტიურად ოჯახი არ გყავს რა, ანუ ოჯახში ვერ მიდიხარ და სულ მონატრებაში ხარ და სამზარეულო ის ადგილია, სადაც აი ამ მონატრებას და სიყვარულს საჭმელში გადაგაქვს და ადგილი, სადაც პრობლემებზე ალბათ არ ფიქრობს და დამეთანხმება ბევრი მზარეული, ვისაც ესე სიღრმისეულად უყვარს ეს სფერო, იგივეს განიცდის. კარგი დამფუძნებელი უნდა გრძნობდეს რა ელის ხვალ. ოღონდ აი მართლა გრძნობის დონეზეა ეს და არა ის რომ რაღაც გაწერილი კონდეს და ზუსტად ხვდებოდეს რა უნდა გადადგას და შემდეგი ნაბიჯი რა უნდა იყოს. მეორე ეს არის აი პირდაპირობიდან დობა ინვესტორებთან თუნდაც შიგნით გუნდში რომ კარგად იყოს ეს ადამიანური ურთიერთობები დალაგებული. გუნდი თუ არ არის ძალიან შეკრული და გუნდის წევრებს თუ არ არის დამფუძნებლებს შორის თუ არ არის ძალიან მაღალი ნდობის კომპონენტი და ზუსტად თუ არ იციან რატომ არიან ერთად, რისთვის არიან ერთად, მაშინ ამას როგორც წესი ინვესტორებიც ამჩნევენ, რა თქმა უნდა, პირველივე ეტაპზე. აი ეს მე მომავალში როგორც წესი აისახება ხოლმე არც ისე კარგად რა.
ეხლა ჩვენ რაც დავაფუძნეთ რეალურად, ეს ეხება ქართული ტრადიციების, კულტურის შენარჩუნებას, ავთენტურობის შენარჩუნებას. Რა თქმა უნდა, არის ცვლილებები თუნდაც კერძებში და ეს აუცილებლობაც არის, იმიტომ რომ დროც წინ გვასწრებს, ცივილიზაციაც წინ მიდის და ითხოვს საზოგადოებას ცოტა სახეცვლილებიან კერძს. თუმცა უხეშად არ ვერევით რა. გვინდათ რომ თავარის ავთენტურობა შეუნარჩუნოთ და ასევე წამოვწიოთ მზარეულების პროფესია პრესტიჟულ ნაწილში დავაფასოთ და წამოვწიოთ წინ. ძირითადი ჩემი უფლება-მოვალეობები არის, როგორც აღმასრულებელი შეფის პოზიციაზეც, ობიექტებზე მივდივარ, ვაწყობ ნოლიდან, სანამ არ ჩაუშვებთ რესტორანს ბოლომდე. აქ არის მზარეულების ტრენინგები, შესწავლა, მონიტორინგი, კალკულაციები, ტექნიკური კარტები, მუშა პროცესში ლაინის შეფის როლი, ჩეკების კითხვა. ძირითადი ჩემი მოვალეობები არის რებრენდინგზეც მუშაობა, ცალკე მენიუზეც მუშაობა, აწყობა, ჩაშვება რესტორნის. ამ წუთას მყავს 30 მზარეული, 2 სმენით, სუშეფები, ლაინის შეფიც, ცხელების დეპარტამენტი, ცივების დეპარტამენტი, ხინგლის დეპარტამენტი. ჩემი კარიერის მანძილზე სულ მთლიანად ავაწყე 14 რესტორანი. აქედან 4-ის გავუკეთე რებრენდინგი, 3-ს ჩაძირულ ობიექტები წამოვაყენე ფეხზე და ცალკე კიდევ არაერთი 101 ივენთი მაქვს გაკეთებული ჩემი კარიერის მანძილზე. ეს არის ფურშეტები და დიდი ღონისძიებები. ძალიან საინტერესო წლები მახსოვს, როდესაც დავიწყე ფურშეტების გაკეთება, იმიტომ რომ რეალურად ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამ მიმართულებას ჩემ კარიერაში, იმიტომ რომ ბევრ რაღაცა შევეჯახე, ანუ აქაც მართვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, გუნდურობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ დიდი შეკვეთების დროს დიდი სტაფი იყო საჭირო, ბევრი მიწოდება იყო საჭირო, ბევრი კერძებთან მქონდა შეხება, ამანაც ძალიან კარგად იმოქმედა ჩემს წინსვლაზე, კარიერულ წინსვლაზე და შემდეგ აი ამის შემდეგ გადავედი უკვე პროფესიონალურ სამზარეულოში. გარდა იმისა, რომ გუნდის წევრები რაღაც მალე უნდა ადაპტირდნენ რეალურ გარემოებაზე და მალე აითვისონ ახალი ტექნოლოგიები თუ ასე გარემოებები, მნიშვნელოვანია, რომ ისე იყოს დაკომპლექტებული ეს გუნდის წევრები, რომ ის საქმიანობა, რასაც სტარტაპი მოითხოვს, ასე ვთქვათ, აითვისონ და რაღაც შეითავსონ ისე, რომ დამატებითი რესურსი არ დაგჭირდეს ადამიანური კაპიტალის. ინოვაცია ძალიან მნიშვნელოვანია სტარტაპში, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რასაც ჩვენ გავიტანთ მომხმარებელთან, რამდენად ჭირდება ეს პროდუქტი. ინოვაციის კეთებას რაღაც მეტი დრო ჭირდება, მეტი რესურსები ჭირდება და შეიძლება რაღაც მარტივი ხრიკით, მარტივი პროდუქტით მომხმარებელს დაუკმაყოფილოთ ის პრობლემა, რაც იმ მომენტში აქვს. თავარი ჩემი მიზანი საერთოდ სარესტორნო უკვე ბიზნესში არის ხარისხის მართვა, რაც შემთთვის ყველაზე კომფორტული ზონაა. მე ვთვლი, რომ მე ვარ ხარისხის მიმართულებით შეფი. ძირითადი არსი ჩემი მოღვაწეობის ახლა სამზარეულოში ამ წუთას ვფიქრობ არის გუნდთან მუშაობის სპეციფიკაზე, ძალიან ბევრი დეტალიზაციაზე, კომუნიკაციაზე გუნდთან, რაც მაძლევს კიდევ და კიდევ უფრო წინ წავიწიო, იმიტომ რომ იმდენად მნიშვნელოვანია ამ ადამიანებთან ურთიერთობა, ამათი ფსიქოტიპი სამზარეულოში, მათი მუშაობის, მათი მიდგომა საქმის მიმართ, შეფის ინსტიტუტი, პროტოკოლი სარესტორნო ბიზნესის, ზედმიწევნით ყველა წესის დაცვა, რაც შესაძლებელია ქართულ რეალობაში და ამ ყოფაში. და ძალიან მოხარული ვარ, რომ ისეთი ახალგაზრდები მოდიან, ისეთი ნიჭიერი თაობა მოდის, რომ ზუსტად ეს დისციპლინა, რაც მათთვის ცოტა უჩვეულოა ქართულ რეალობაში, ამ სფეროში, მაგ მიმართულებით გვიწევს მუშაობა და ძალიან კარგ შედეგზე გავდივართ. სარესტორნო ბიზნესი ძალიან რთული ბიზნესია. მძიმე ბიზნესია და სათანადო კვალიფიკაციის მქონე
ადამიანების რაოდენობა იმდენად მწირია, რომ ბევრი პრობლემების წინაშე დგები. ბაზარიც არასტაბილურია, ეჭიდები ამ პრობლემებს, თუმცა მოუგვარებელი არაფერი არ არის, მაგრამ რაღაცეებს ძალიან დიდი რესურსი ჭირდება, რომ მოაგვარო და აი ამ ბრძოლაში ვართ მუდმივად. თანმიმდევრობა დავიკავოთ, ერთი გადის და მიყვება მეორე ჩემი. დენად ამოუწურავია კულინარია, რომ სწავლა დღესაც მიწევს, მე ამასაკში და მით უმეტეს ახალგაზრდებს ჯერ კიდევ ბევრი რამე აქვს სასწავლი, ასე რომ ერთად წინ გუნდურობით ვაღწევთ ბევრ კარგ და ღირებულ შედეგებს. მივხვდი, რომ თუ შეფი უნდა გახდე, აუცილებლად თითქმის ყველა სეგმენტს უნდა მოერგო რა. მივხვდი, რომ ერთი მიმართულებით პროფილის შესწავლა არ არის საკმარისი. მომიწია რა თქმა უნდა, დავიწყე ფურშეტებით, სულ ღრმა ბავშვობას აღარ მოყვები, რასაც ვაკეთებდი და დიდ ქორწილებშიც მე მიღია მონაწილეობა სულ რაღაც მე-7 კლასელს. თუმცა შემდეგ უკვე ნახეთ, რომ მივხვდი, რომ ეს ძალიან მძიმე გზაა და არ ყოფნის ეს, ანუ ეს ცოდნა არ ყოფნის იმისთვის, რომ იმას მიაღწიო. ფურშეტიდან გადავინაცვლე დესერტების მიმართულებით, დავიწყე პირველი რაც გავაკეთე, შემდეგ გადავედი ცხელების მიმართულებით მუშაობის, შემდეგ გადავედი ცივებზე, პურფუნთუშეულზე და თითქმის ყველა ფერი შევისწავლე, თქვათ ბოლომდე ახლა დღესაც ვსწავლობ, მაგრამ სადღაც 80% თითქმის თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვიცი და შევძლებ მართო ყველა დეპარტამენტი. ევროპული სამზარეულო ვთვლი, რომ ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი აზრია, შეიძლება ვიღაცას გაუკვირდეს და თქვას, რომ იმასაც მისი სირთულეებია, კი ვეთანხმები, მაგრამ ქართული სამზარეულო ურთულესი სამზარეულოა, ამას ხაზგასმით ვამბობ. ქართული სამზარეულო არ არის მარტივი სამზარეულო, ბევრი გემოთა შეხამება, სუცხელებია და თავისებური მოპყრობა ჭირდება ქართულ სამზარეულოს. ანუ სულ ვეუბნები ჩემს არეულებს, რომ ბევრი მყავს, რომელიც პირდაპირ ევროპულიდან მოდის და ქართული არ იცის. ანუ მაინც ვთვლი, რომ ჯერ ქართული დავხვეწოთ და შემდეგ გადავიდეთ ევროპულზე, იმიტომ რომ ევროპული სამზარეულო მარტივი სამზარეულოა. აქედან გამომდინარე, მთავარი არსი არის ჩემთვის, რომ ძირფესვიანად შევისწავლოთ ჩვენი ავთენტური სასიქადულო კერძები და მარგალიტები და შემდეგ გადავიდეთ უკვე ევროპულზე. მე შემხედრია მზარეულები, რომლებიც აი მუნჯის ენა რო დედამიცის, ხო იცით, ერთს რო ეტყვით და აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე კომფორტული კომუნიკაცია გაქვს, ანუ მაგრა იწოვს ყველაფერს და არ ჭირდება ბევრი სწავლება და თქმაც. კი, ეგეთი ნიჭიერებიც არიან. არის, რომელსაც მიდგომა ჭირდება და აქვს დიდი პოტენციალი, მაგრამ მას რაღაც აბრკოლებს, ქვეცნობიერი არ აქვს გაშლილი, ან გარემო არ უწყობს ხელს იმაში, რომ თავის-თავი წარმოაჩინოს. ამაში ძალიან ვეხმარები ბევრს და კარგი შედეგზე გავდივართ. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან მაგარი ოსტატები არიან, მაგრამ ლიდერობისკენ ნაკლები გამოვლინება აქვთ, ანუ ლიდერი ვერ არის. ამაშიც ხელს უწყობ მაქსიმალურად და აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე ჩემი მუშაობის მთავარი არსი არის კომუნიკაცია 24/7-ზე, მუდმივი კომუნიკაციით, რაც შედეგზე გავდივარ, რეალურად კარგ შედეგზე გავდივარ. ძალიან მაგარია, როცა GM-ი არის კვალიფიცირებული, როცა GM-ს ესმის სიღრმისეულად რა არის პრობლემა, რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება და სუბორდინაციას იცავს სამზარეულოშიც, გარკვეულ კულტურულ სუბორდინაციას და არა უხეშად ჩარევას. როდესაც ეს დაალაგებულია და ჰარმონია მერწმუნეთ შედეგზე, კარგ შედეგზე გადის ყოველთვის რესტორანი. მე ვარ გიორგი ჩოჩია, რესტორან გეოგრაფიას გენერალური მენეჯერი. ჩემთვის მნიშვნელოვანია საქმისადმი სიყვარული. სტაფთან კომფორტული ურთიერთობა ბიზნესის სწორად წარმართისთვის, რადგან შეიქმნას ჰარმონია და
ყველმა რგოლმა კომფორტულად იგრძნოს თავი. რაც ძალიან მიხარია და მომწონს, მაინც ყველაზე მაგარ სამზარეულოდ და ყველაზე პოპულარულ სამზარეულოდ ითვლება ქართული სამზარეულო, ისევ რაღაც პერიოდი თითქოს დაიკარგა და შემდეგ ტურისტების ფონზე მოთხოვნიდან გამომდინარე, კარგ პედესტალზე ავედით, ანუ ძირითადი მოთხოვნა არის ტურისტების, რომ ქართულ სამზარეულოს გაეცნონ და მე ვყოფილ ვარ ობიექტებზე, სადაც შემოსვლან და უთქვია, იცით რა, ჩვენ არ გვინდა ევროპული, ჩვენ ევროპიდან მოვდივარ და ჩვენ გვინდა ქართული სამზარეულო. ასე რომ კარგ მიმართულებით მუშაობ და მიხარია და ისიც მიხარია, რომ ქართველი მზარეულები, რომლებმაც ჯერ კიდევ კარგად არიციან ქართული სამზარეულო, ზუსტად ამ პერიოდში მოგვეცემა საშუალება და ეს პერიოდი მოითხოვს იმას, რომ კარგად შევისწავლოთ. საქართველოში ძალიან მდიდარი სამზარეულო გვაქვს, ძალიან ლამაზი, ბევრი გემოებით და საინტერესო. ყველა კუთხე გამოირჩევა თავისი კერძებით, რა თქმა უნდა, ყველა კუთხეს და ყველა კერძს თავის ხასიათი აქვს. აჭარული კერძები მოგეხსენებათ, რომ სხვანაირი სპეციფიკის სამუშაოც არის და თვითონ გემოებიც სხვანაირი აქვს, უფრო მსუყეა, უფრო ერთი მიმართულებით არის. იმერული სამზარეულო ძალიან მდიდარია, მრავალფეროვანია, გემოთა ზეიმია, საინტერესოა და ჩემთვის ნომერ პირველია და ვფიქრობ ხერხემალია. მეგრული მექაა და შეუდარებელია და შემდეგ მოდის სხვა დანარჩენი სამზარეულო. რა თქმა უნდა, მთის სამზარეულო საინტერესოა თავისი ხასიათით, თავისი ხედვით, თავისი გემოებით და საერთო ჯამში ქართული სამზარეულო უნიკალური სამზარეულოა. და ქართულ სამზარეულოს აქვს ერთი ესეთი კაცრი კანონი. ზედმეტად არ უნდა შეეხო. უხეშად არ უნდა შეეხო. და უნდა გაუფრთხილდეთ. პირველ რიგში ურჩევდი მზარეულებს, რომ აბსოლუტურად ყველა პრობლემას ცოტა მსუბუქად შეხედონ. იმდენად კარგი ეპოქა კულინარიისთვის, იმდენად კარგი დრო არის ახლა ახალი თაობისთვის და იმდენად წინ მივდივართ, რომ პრაქტიკულ ნაწილში და კომფორტულ ნაწილში მათ ბევრი შესაძლებლობები აქვთ, რომ მიაღწიონ იმას, რაც ჩვენ დროს ვერ აღწევდა ადამიანი. მეორე, რა თქმა უნდა, შრომა, იმიტომ რომ შრომის გარეშე ვერაფერს ვერ მიაღწევენ ამ სფეროში გამორიცხულია, ძალიან დიდი შრომა ჭირდება ამას, კვალიფიკაციის ამაღლება ჭირდება, ბევრი კითხვა ჭირდება და რა თქმა უნდა, თუ საშუალება ექნებათ, მოიარონ საქართველო და შემდეგ უკვე ევროპა, რა თქმა უნდა. ბოლოს, რასაც ვიტყვი და ურჩევ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი და ყველაზე მთავარი საკითხი დისციპლინა.